ამ პოლიტიკურ მოვლენებში, რომელიც 21 საუკუნეში მიმდინარეობდა საქართველოში, შავი ხელივით იყო ბიზნეს ივანიშვილი. ეს ყველამ კარგად ვიცით. მას ჰქონდა საკუთარი ინტერესები, ეკონომიკური ინტერესები მათ შორის და ის ხშირ შემთხვევაში იყენებდა წინა ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდის ინსტიტუტებს საკუთარი კეთილდღეობისთვის და საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის. ახლა ეს კაცი გვეუბნება, რომ მე აგენი მეზიზღებიან. ორ რამაში ტყუის ივანიშვილი. თუ გეზიზღებიან, მაშინ რაღაც ეტენებოდი და რაღაც იყენებდი, რაღაც აფინანსებდი. და მეორე, მეგობრობა არ გწოდნია მაშინ. თუ მაგ ხალხს გუშინ მეგობრებს ეძახდე და დღეს ამბობ, რომ ეგენი მტრები არიან, მაშინ გამოდის, რომ ძალიან ცუდად მოქმედებ, გვატყუებ და არასწორი გზით ავითარებ შენს პოლიტიკურ ხაზს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიზნეს ივანიშვილის ადრეულ წლებში საკმაოდ დიდი თანხები ხარჯებოდა სახელმწიფო კონკრეტულ ინსტიტუტებს გაძლიერებისთვის. და ეს იყო ძალოვანი უწყებები. რისთვის სჭირდებოდა ივანიშვილს ეს ძალოვანი უწყებები? მართლა იმისთვის ხო არ უნდოდა ქუჩაში კრიმინალი შემსწრებულიყო. არა, ცხადია, მას სჭირდებოდა საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის და იმ პატარა მეწარმეების დარეკეტებისთვის, რომლებიც მის მამულს ემეზობლებოდნენ, ხო? და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილი ესე ჰაერიდან ჩამოვარდნელი კაცი ხო არ არის, ანუ მას საკუთარი ბექგრაუნდი აქვს საქართველოში, რომელიც არ არის პოზიტიური.